მოგესალმებით, ეთერშია ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ოთხშაბათს რადიო სივრცის ეთერში ვართ, ვსაუბრობთ ეკონომიკის, ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის საინტერესო სტუმრებთან ერთად, თუმცა ადია ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენთ, ტრადიციულად მიმოვიხილოთ მიმდინარე პროცესები, რომელიც ახლა გვაქვს ჩვენ ეკონომიკაში, რა არის ძირითადი აქტუალური საკითხები, რა თქმა უნდა, უპირატესად ჩვენ დღესაც საუბრის დროს შევეხებით საქართველოს საინვესტიციო გარემოს და მთლიანობაში ქვეყნისადმი საერთაშორისო ინტერესს, უცხოური კომპანიების ინტერესს, თუმცა ბუნებრივია ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ იმ მიმდინარე ტენდენციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის რა თქმა უნდა საკითხი შეეხება ეროვნული ვალუტის კურს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ცხადია ამას დღესაც არ აუვლით გვერდს. როგორც წესი ჩვენ თუ შევხედავთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, რატო ვამბობ ახლა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინაც გასულ წელს ამ დროს იყო ესეთი წინასაარჩევნო ციებ-ცხელება, შეიძლება ასე ითქვას და წინასაარჩევნო ციებ-ცხელებას ხშირად თან ახლავს ხოლმე ესეთი ჭარბი პოპულიზმი. თუმცა ჭარბ პოპულიზმთან ერთად ასევე ბოლო პერიოდში ჩვენ რაც ნახეთ არის ესეთი სხვადასხვა ტიპის მოლოდინების შექმნის ცდელობა, ნეგატიური მოლოდინების შექმნის ცდელობა და როდესაც გასულ წელზე საუბრობ, გასულ წელს არაერთმა ნეგატიურმა მოლოდინმა, რომელიც შეიქმნა მათ შორის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, ამ ნეგატიურმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, საბედნიეროდ ამ კუთხით თავის ადგილზე აღმოჩნდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარკვეული ტიპის ეკონომიკურ პროცესებზე, მაგალითად თუ ჩვენ ავიღებთ ლარის კურსს გასულ წელს, განსაკუთრებით ოქტომბრის განმავლობაში ეროვნულ ბანკს მოუწია სოლიდური რაოდენობის რეზერვების დახარჯვა იმისთვის, რომ ლარის კურსის სტაბილურობა შეენარჩუნებინა და ეს იყო აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. კიდევ ერთხელ ხშირად არის ხოლმე სპეკულაცია რეზერვთან დაკავშირებით, თუ რატომ იხარჯება. რეზერვი თავისი არსით, რეზერვის ფუნქცია არის სწორედ ეს, რომ საჭირო დროს ხდება მისი დაგროვება, მაგრამ ის არ არის მუდმივობა, ბუნებრივია საჭირო დროს უნდა ხდებოდეს მისი ხარჯვა. სწორედ ეს საჭირო დრო იყო, როდესაც ეროვნულ ბანკმა ეს რეზერვები დახარჯა და აღნიშნული რეზერვების ხარჯვით ჩვენ თავიდან ავიცილეთ პანიკური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე. რატო ვამბობ პანიკური? ამას კონკრეტული დასაბუთება აქვს, არ არის ხაერზე ნათქვამი ამ შემთხვევაში, ვინაიდან არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელსაც შეეძლო იმ პერიოდში ლარის კურსის რხევა გამოეწვია, გარდა მოლოდინებისა, ფუჭი მოლოდინებისა, ამ პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა. მაგალითისათვის, ექსპორტი, შემოსავლები ტურიზმიდან, ინვესტიციები და გადმორიცხვების მაჩვენებელი იყო სტაბილური. ეს არის ის 4 ფუნდამენტური ფაქტორი, რომელსაც ძირითადად გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსზე და ბუნებრივია მეხუთე, პირობითად მეხუთე არის მოლოდინები, ეგრეთ წოდებული ინფლაციური მოლოდინების შექმნის ცდელობა, რომელიც შექმნის ცდელობასაც ჰქონდა ადგილი და ჩვენ ნახეთ, რომ როგორც კი გადაიარა ამას თქვათ ხელვარების ნაწილმა ამ პერიოდში ლარის კურსი დაუბრუნდა მის ჩვეულ ნიშნულს. თუმცა ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს და ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, იყო ცდელობა კვლავ რომ მიმდინარე წელს ყოფილიყო მუდმივად ესეთი დაძაბულობის ტონუსში, მაგალითად ქვეყნდებოდა სხვა ტიპის პროგნოზები საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, რადგან რეზერვები ვახსენე, მაგალითად ერთ-ერთი პროგნოზით საქართველოში რეზერვების ხარჯვა უნდა მომხდარიყო, ესე პროგნოზირებდნენ, 1.2 მილიარდი უნდა დაეხარჯა ვითომ ეროვნულ ბანკს. გავიდა მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 7 თვის მონაცემი, ფაქტურად 9 თვე გადის, მაგრამ გვაქვს 7 თვის მონაცემი, ხვალ იქნება სხვა შორის. უკვე 8 თვის მონაცემი ხვალ გამოაქვეყნებს რამდენადაც ვიცი საქართველოს ეროვნული ბანკი ამაჩვენებს, მაგრამ 7 თვის მონაცემით საქართველოს ბანკს არათუ დახარჯული აქვს რეზერვები და 1.2 მილიონზე იყო ლაპარაკი, არათუ $1 არ დაუხარჯავს ამ კუთხით, არამედ 7 თვის მონაცემით $1.3 მილიარდი იყიდა. ანუ აი კონტრასტი რომ წარმოვიდგინოთ ამ შემთხვევაში რაზე ვსაუბრობთ. $1.2 მილიარდი დაეხარჯა ვითომ და სინამდვილეში შეიძინა $1.3 მილიარდი. აი ამ მაჩვენებელზე ვსაუბრობთ დღეს რეალურად ჩვენ. ასევე პროგნოზირებული იყო ეკონომიკური ვარდნა -2-დან -3.5%-მდე
და ეხლა ჩვენ ხედავთ რომ 8%-იანი ეკონომიკური ზრდა პირიქით მე ვფიქრობ რომ ორინჯდასთან ახლოს იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამომდინარე შემოდგომიდან, თუმცა და ასევე ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა რაც ასევე ხალხს უსვამთ ხოლმე გაზარდა ერთ წუთს რომ გადავდოთ საქართველოს მთავრობის შეფასებები ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და გაზარდა ბოლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რაც იყო ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რომელსაც 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ საქართველოს მთავრობა რა შეფასებას აკეთებს. ვსაუბრობ რასაც რა შეფასებას აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. და ამ ნეგატიური მოლოდინების შექმნის პარალელურად ყველა სარეიტინგო სააგენტო ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებს ასევე პოზიტივის ნიშნისკენ ზრდის და დადებითად აფასებს ყველა იმ პარამეტრს რომელიც საჭიროა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ერთი რამეც ასევე მორიგი ფუჭი მოლოდინების შექმნის ნაწილი და როგორც დასაწყისში ვახსენე რომ გასულ წელთან შედარებით რატო ვაკეთებ გასულ წელთან შედარებას აშკარად ჩანს რომ ქართული საზოგადოება საქართველოს მოქალაქეების ასე ვთქვათ მედეგობა ცალკეული სპეკულაციების მიმართ არის გაზრდილი, ვინაიდან დღეს ჩვენ ვხედავთ რაც კი შეიძლება დაანონსდეს ეკონომიკაში ყველაზე უარეს სცენარს, მაგალითად, როცა ჩვენ გვეუბნებიან რაღაც და ხმარობენ სიტყვას, მე რას მოაყოლებენ ხოლმე ამ სიტყვას ხარ, მაგრამ როცა საუბარია სიტყვა დამხობაზე, პირობითად ვამბობ, ახლა ხიმილის მოგრულია ეს ნაწილი, მაგრამ მაინც საუბარია რაღაცა დამხობაზე. აი ესა დამხობა არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ეკონომიკას და ბიზნესს დაემართოს, ხო? და ამ შემთხვევაში ხაი წარმოვიდგინოთ რომ მოსახლეობას ჯეროდეს მართლა რომ შეიძლება იყოს დამხობა ან რაღაცა ესეთი. აი ხა იცით რა უნდა ხდებოდეს? ეხა ეს საქართველოს მოქალაქეები, ვისაც კი ანაბარი აქვს, უნდა გარბოდნენ ბანკებში, გამოქონდეთ ანაბრები, ხდებოდეს ეგრეთ წოდებული გაქეშება ამ ფულის შენახვა სადღაც და ასე შემდეგ ბანკებთან უნდა იყოს პანიკა, რიგები ბანკომატებთან, ასე შემდეგ, ვისაც სესხი აქვს ისინი ახარ უნდა იხდიდნენ ამ სესხს, ანუ აი რაც ხდება ხოლმე ტიპიური რევოლუციური სცენარების წინ. ეხლა არის კურსი უნდა იყოს, არის მართლა 3-ზემოთ და შეიძლება 4-ზემოდაც ეკონომიკური ვარდნა უნდა მიმდინარეობდეს, ადამიანები რაღაც აქტივებს უნდა იშორებდნენ ასე შემდეგ აი წარმოგიდგენთ ეს პანიკა უნდა ხდებოდეს იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნება რომ 10 დღეში იქნება დამხობა და ამის რომ ჯეროდეს ხა ბაზარს ზოგადად და ამის რომ ჯეროდეს ბაზართან და საზოგადოება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ანუ აბსოლუტური ნაწილია და სწორედ ამიტომ აღარაფერს ხა ქართული კომპანიების აქციებს რომელსაც რა უნდა მოძდიოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოგვიდგენია და სხვა შორის გასულ წელს ანალოგს რო ვაკეთებ აი პატარა მცირე აჟიოტაჟი საქართველოში პირდაპირ უკვე გავლენას ახდენდა ხოლმე მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციებთან დაკავშირებით დღეს ხედავთ რომ ამ კუთხით სრული სტაბილურობა ასე რომ მართლაც მედეგობა საზოგადოების ამ თვალსაზრისით არის გაზრდილი ფაქტია ჩვენ ამას ვხედავთ და ეს არის სწორედ ის მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ნახეთ არაფერი მსგავსი არ შეინიშნება ვხედავთ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პირიქით ლარი მყარდება შეიძლება ითქვას რომ ბოლო 2 წლის მაჩვენებლის რეკორდული ნაწილია დიდი ხნის განმავლობაში ერთეგივე მაჩვენებელია დაფიქსირებული ვხედავთ ინფლაციას რომელიც მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ არის პროგნოზირებადი იყო ოდნავ გადახრა მიზნობრივი მაჩვენებლიდან ეს გადახრა არის რაც იყო პროგნოზირებული მანამდეც მაგრამ მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ კიდევ ერთხელ არის ამ კუთხით შენარჩუნებული და ვხედავთ ამ ნაწილს რეზერვები სტაბილურად იზრდება ამ კუთხით ეკონომიკური აქტივობა მაღალია კიდევ ერთხელ 8%-ის ფარგლებშია ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასება პოზიტიურია ასე რომ არანაირი ფუჭი მოლოდინები და ფუჭი პანიკის შექმნა საზოგადოებაზე ჯამში მასიურად არანაირ გავლენას არ ახდენს ეს არის ჯამურად ვითარება რომელიც ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ მოკლე შეფასებით თუ სულ ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე პირობითად ვამბობ და ალბათ სპეკულაციები გაგრძელდება არ მოიკლებს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვხედავთ მსაუბას ამ კუთხით კიდევ ერთხელ 10 დღით ადრე პირობითად არჩევნებამდე და ახლობით 10 დღით ადრე არაფერი საპანიკო არც ბიზნეს სექტორში არც საზოგადოებაში აბსოლუტურად არ შეინიშნება პირიქით ჩვენ ვხედავთ საკმაოდ საინტერესო პროცესებს ქვეყანაში რომლის შესახებაც ვისაუბრებთ დღეს ბატონ ჯემალ ინაიშვილთან ბატონ ჯემალი მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის დრაიპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონ ჯემალ მოგესალმებით მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში რადიო სივრცეში მობრძანებისათვის უცებად მინდა ვისაუბროთ თქვენთან ვინაიდან თქვენ ერთხელ სწორედ ამ ქვეყნიდან ინვესტორსაც წარმოადგენთ ინვესტორის ასე ვთქვათ წარმომადგენლის ბრძანდებით გარკვეულწილად გარდა სხვა ბიზნეს საქმიანობისა რომელ ქვეყანაზეც მინდა
ვისაუბრო და ზოგადად ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით მუშაობის. საუბრობ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც ჩვენ ვნახეთ, გარდა პოლიტიკური დგენელისა, საკმაოდ საინტერესო დელეგაციასთან ერთად იყო პრეზიდენტი ჩამობრძანებული. როგორ შეაფასებთ თლიანობაში ამ ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოსთვის? ისტორიული ვიზიტი უწოდა პრემიერ-მინისტრმა, ისტორიული ინვესტორი აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და ცალკე იყო და ამის შესახებ უნდა მოგვიანებით საპატიო თავმჯდომარესთან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან ბატონ ბიზნაიმერის შეხვედრა. მოკლედ ძალიან მრავალმხრივი საინტერესო ვიზიტი იყო, თუმცა თქვენი კერძო სექტორის შეფასება პრაქტიკულად ამ კუთხით ჯერ არ მოგვისმენია, შემიძლია ვთქვა და პირველები ვართ, ვინც კერძო სექტორის მხრიდან ისაუბრებს ამ თემაზე. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მინდა აღნიშნო, რომ როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ვინაიდან არაბთა გაერთიანების საამიროები წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურ მოთამაშეს არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. და ჩვენი კარგი და მჭიდრო ურთიერთობები მათთან მნიშვნელოვანია, მათ შორის ინვესტიციების თვალსაზრისით და ამ ვიზიტს არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, როგორც აღნიშნე და გავიმეორებ კიდევ ერთხელ. შესაბამისად იყო ასეთი ძლიერი ქვეყნის, ასე ვთქვათ, სანდო პარტნიორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია და როდესაც საპრეზიდენტო ვიზიტი დგება, ეს კიდევ უფრო ხაზგასმაა, ვთქვათ, ამ კუთხით პოლიტიკურ ნაწილში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იყო ეკონომიკის მინისტრის და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმებების გაცვლა 6 მილიარდის ინვესტიციაზე. აი, ბევრს უტოპიურად წარმოუდგენია 6 მილიარდის ინვესტირება, ასე ვთქვათ, ბევრი ფიქრობს, რომ აი, რატომ აქვთ, ვთქვათ, იგივე საამიროების ინტერესი საქართველოს. ბევრი თემა იყო ამ საკითხის ირგვლივ. აი, თქვენ როგორ შეაფასებთ, აი, რას ფიქრობთ ამ ინვესტიციაზე? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ეს ინვესტორის გადაწყვეტილებაა და ამას საფუძვლად უდევს ის გარემო ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ამ სახის და ამ ოდენობის ინვესტიციებისთვის უკვე. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც გაჟღერდა ამ ოდენობის ინვესტიცია ერთჯერადი ასე ვთქვათ, ერთი კონკრეტული მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამის ათვისება არ მოხდება და ვერ მოხდება ვერც ერთი წლის განმავლობაში და ვერც ორის, ეს გაიწელება გარკვეულ პერიოდში და ეს ასეც არის ალბათ გათვალისწინებული, მაგრამ თვითონ ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს მრავალ სხვა პარალელურ ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას პარალელურად საქართველოში და პარალელური დარგების, ასე ვთქვათ, ეკონომიკის განვითარებას, იმიტომ რომ ეს იქნება მრავალწახნაგოვანი და მრავალმიმართულებიანი, ასე ვთქვათ, ინვესტიცია, იმიტომ რომ იქ სადაც უნდა აშენდეს, იქ გზა იქნება მისაყვანი, იქ იქნება სხვა ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, კომუნიკაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აქ ბევრი, ასე ვთქვათ, მოთამაშე იქნება პარალელურად იმ თავარი ინვესტორის გარდა ჩართული ამ დიდ ინვესტიციაში. კი ბატონო, აი ხო სწორედ იმ ნაწილს აღნიშნავ ხოლმე, რომ ხომ არ იქნება ისევ, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის, მაგრამ რასაც თქვენ აღნიშნავთ, ანუ შესაძლებლობა ექნება მცირე და საშუალო კომპანიებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ასე ვთქვათ, სარგებელს აქედან, როგორც სატრანსპორტო კომპანიები, ჩვენი სატრანსპორტო კომპანია და ბევრი სხვა ჩვენი კონკურენტიც, მათ შორის, იმიტომ რომ ბევრი რამ, რაც ასე ვთქვათ, ამ მშენებლობის პროცესში იქნება საჭირო, ის იქნება ტრანსპორტირებული ზღვით, სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ბევრი მოთამაშე ეყოლება აი ამ ინვესტიციას და თანამონაწილე. კი ბატონო, აქ იყო კიდე ერთი საინტერესო დეტალი, უკვე გაცვლილი იყო შეთანხმებები ამ 6 მილიარდის ირგვლივ, როდესაც შემდგომ შედგა უკვე შეხვედრა და სადილ თუ არ მეშლება
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან ბატონ ბიზინა ივანიშვილთან საამიროების პრეზიდენტის და სხვა შორის იქ ითქვა როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში ვეცნობით რომ როგორც ბატონ ივანიშვილს გამოცხადა ბატონმა პრეზიდენტმა საამიროები მზად არის კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განსახორციელებლად ანუ ერთგვარად ეს საწყისათაც ჩაითვალა შეიძლება ასე ითქვას აი უბრალოდ ვფიქრობ ხოლმე რომ აი როდესაც საუბრობენ აი რატომ არის თქვა საამიროების ინტერესი ეს მიმართულება თქვა და კავკასიის მე გამომდინარე ასე ვთქვა ჩემი გამოცდილებიდან მათთან ურთიერთობის შემიძლია ვთქვა და ვიცი მათი გეგმების შესახებ რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოსთან, კავკასიის მთლიან რეგიონთან და ცენტრალურ აზიასთან. გამომდინარე იქედან ასე ვთქვათ საამიროები ახლოს არის გეოგრაფიულად ჩვენთან განლაგებული და ისინი გახლავთ დღეს ეკონომიკური ცენტრი რეგიონის თავისუფალი ეკონომიკური ზონების მეშვეობით, ნავსადგურების, საპორტო ინფრასტრუქტურის და ერთ-ერთი უმძლავრესი ხაბია საავიაციო, მათ შორის აქედან გამომდინარე ემირატები, აქედან გამომდინარე ისინი მოიცავენ, ასე ვთქვა, ფარავენ ჩვენს რეგიონს ძალიან კარგად. თუნდაც რო ავიღოთ სიხშირე ფრენების. არა მარტო ერთი ავიაკომპანიის პრაქტიკულად ყველა, ეხლა ეტიხადის დაემატება და ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საემიროებში, იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ, ასე ვთქვათ, ფრენას კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ კონკრეტული ინტერესები გააჩნიათ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ეს არის უზბეკეთი და ყაზახეთი და ჩვენ ვართ ლოგიკური გაგრძელება და აზერბაიჯანიც და შესაბამისად ჩვენ ვართ ლოგიკური გაგრძელება მათი ინტერესისა, რათა მოხდეს ნედლეულის და წიაღისეულის გატანა სოფლიო ბაზარზე. ისინი აქტიურად არიან ახლა ჩართული ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, პროექტებში, აქტიურად არიან ჩართული მათ შორის ბოლო სიახლე არის, რომ ჩვენმა პარტნიორმა აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში, გაფორმდა ხელშეკრულება და იგეგმება ყაზახეთის მიმართულებით, რომელიც დააკავშირებს ბაქოს, აქტაუსთან, კურიკთან და თურქმენბაშის ნავსადგურთან და ეს ორი გემი მხოლოდ დასაწყისია. რაოდენობა შეიძლება ავიდეს 10-ზე, 20-ზე და მეტზე. ამიტომ დღეს ეს არის, ასე ვთქვათ, მათი სტრატეგიული რეგიონია მათი ინვესტიციებისთვის. იცით, რომ ძალიან მდიდარია ქვეყანა, ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია და მათი კომპანიები, როგორც არის აბუ-დაბის სპორტის ჯგუფი, თქვათ, იგივე Dubai Ports World და ასე შემდეგ, ნუ ბევრი იგივე თქვათ სამშენებლო კომპანიების, დეველოპერული კომპანიები, მათ ეს რეგიონი აინტერესებთ, ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში, შესაბამისად საქართველოს არის პოპულარული მიმართულება, აქედან გამომდინარე ეს ასე ვთქვათ კრავს, ასე ვთქვათ, ამ მთლიან ჯაჭვს ინტერესისა. აი ხა რაც ყაზახეთი, უზბეკეთი, ამ პირიქით აზერბაიჯანი და საქართველო. დიახ, აი ხა რაც თქვენ ახსენეთ, ბატონო ჯომა ძალიან კარგად, უფრო ასე ვთქვათ თვალნათელია ინტერესის ნაწილი და იმ კითხვაზე პასუხი თუ რა ინტერესი შეიძლება გქონდეთ და ასევე თქვენ ახსენეთ სიძლიერე ზოგადად არაბთა გაერთიანებული საამიროების, აი ბევრ შემთხვევაში ბევრს ეს კითხვაც აქვს ხოლმე, რამდენად ძლიერია ეს ქვეყანა, როდესაც აი ასე ამდენი ინვესტიციის განხორციელება შეუძლია. ხო, ჩვენ ახლა რეგიონულ ხალხს ძლიერი ქვეყანა თავისთავად ძალიან ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ გარდა ამისა მათ გააჩნიათ ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ აი Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, იქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციები, იქ სახელმწიფო არ მომდაცილებს. ხო, და ამხელა ინვესტიცია შეუძლია განახორციელონ, კი. აი ძალიან საინტერესო თემა ხოლმე ასევე რომ აი ბევრ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს საუბრობთ ხოლმე სხვა ტიპის სტრატეგიულ დარგებზე და სტრატეგიულ მიმართულებაზე, ბუნებრივია მშენებლობა, დეველოპმენტი, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, თქვა ტურიზმი, ენერგეტიკა. ICT, ну, საინფორმაციო კომუნიკაციები არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები. ხშირად სწორედ ვეძებთ ხოლმე, ასე ვთქვათ, კაპიტალს და ბევრს წარმოუდგენია, რომ კაპიტალი აი მაინც და მაინც სადმე დასავლეთიდან უნდა ავიღოთ. ეს დარგებიც, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, მათ შორის არის მათი ინტერესის სფერო. ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა.
ხო და ნუ შესაძლებელია რომ მათ შორის თქვა სხვა მიმართულება აქვთ კიდეც და ამაზე ვისაუბრებთ ოდნავ მოგვიანებით რაიტურზეც ვისაუბრებთ ამ ნაწილში და გარკვეულწილად შუა აღმოსავლეთი ასე რომ ვთქვათ მე ვფიქრობ რომ დღეს არის ერთ-ერთი წყარო ეგრეთ წოდებული ჭარბი კაპიტალის რომლის მოზიდვაც შესაძლებელია ანუ ვერ წარმოუდგენ რომ მაინც აი კი ეს ჩვეულებრივი ამბავია რომ დასავლური ფონდებიდან მოვიზიდოთ თანხა მაგრამ ასევე რატომ არა ვთქვათ აი ეს შესაძლებლობა რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული ვთქვათ ამ ჩვენ ყველასთვის უნდა ვიყოთ ღია და გახსნილი ვისაც კონკრეტული ინტერესი ექნება ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ როგორც სახელმწიფო და შევძლოთ მათი დაინტერესება რომ მათ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში იბანო და ასე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხომ რომ ეს ბევრ შემთხვევაში არის ხომ საუბარი მასთან დაკავშირებით ვინმეს წინააღმდეგ არის თუ არა მარტო არავის წინააღმდეგ ამ ნაწილში მე მგონი საქართველოს ხა სწორედ სხვა შორის 2012 წლის შემდეგ საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა კონტინენტზე რომელსაც ერთის მხრივ რომელსაც მაშინ მალევე გააფორმა ხრმატაყოლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან შემდგომ იყო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მანამდე უკვე არსებობდა TST-თან, ახლა ცალკე აღებული რა თქმა უნდა უკრაინასთან, თურქეთთან, EFTA-სთან, ანუ ამ მიმართულებით საქართველოს 2 მილიარდზე მეტ ბაზარს ფარავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, ანუ არავის წინააღმდეგ არასდროს წარმოქმედებს, პირიქით აქვს გახსნილი ეკონომიკა, არა ბლოკური თქვა ამ შემთხვევაში რომ რაიმე ფორმით შეზღუდული იყოს და ზუსტად ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რამოდაც და მიმზიდველობის, ასე ვთქვათ, საფუძველი რატომაც ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით. კი ბატონო, აუცილებლად მინდა კითხოთ აი შუადერეფანზე, თქვენ ასევე არ თუ დიდი ხნის წინ აქტაუ სპორტშიც ბორდის დამოუკიდებელი დირექტორი. კი, დამოუკიდებელი დირექტორი ბრძანდებით თქვათ. ამ ნაწილში აი შუადერეფნის პერსპექტივებზე რომ მეტი ვისაუბროთ და მათ შორის აი ყაზახეთის მიმართულების პოტენციალზე, ხა ბევრ შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა ბატონო ჯევან მას შემდეგ რაც სომხეთის და აზერბაიჯანის ასე ვთქვათ ეს კონფლიქტი მეტნაკლებად დასასრულს უახლო არ ვცხებ ბოლომდე რამდენად დამაჯერებელია დასრულების ნაწილზე რომ ვისაუბროთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ ჩინზე იყო საუბარი ზანგეზურის კორიდორზე აი რამდენად ვთქვათ ამ შემთხვევაში შუადერეფანი რჩება მნიშვნელოვან ნაწილად მათ შორის აი ყაზახეთისთვის აი თქვენი გამოსწორებით თვითონ ის ფაქტიც რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ახლა აქტიურად მუშაობენ ზანგეზურის პროექტზე. ესეც ცხადყოფს იმას, რომ არის ინტერესი და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ მიმართული იმაზე, რომ გამტარუნარეობა შუადერეფნის გაიზარდოს. და ესეც ერთ-ერთი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ხელშემწყობი იქნება. შეიძლება გარკვეულწილად ჩვენთვის კონკურენტიც იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად. პირველ რიგში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურით და ნუ ჩვენ უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. აი სწორედ ხა აი ამ ნაწილში აქედან გამომდინარე ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას. და ჯერთან ასე ვთქვათ ჯერთან ბევრი დროა იმის მაგრამ ის რომ ზანგეზური აშენდება სწრაფად ძალიან რთული ასე ვთქვათ სათქმელია, წარმოსადგენია, ვინაიდან ბევრ სხვა ფაქტორებზე არის დამოკიდებული, მაგრამ ნუ სურვილი არის, მიზანი არის და ალბათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება, მაგრამ იმ კორიდორსაც ექნება თავისი ღირებულება, იმიტომ რომ ის ჯერ უნდა აშენდეს, ის არ ექნება, ასე ვთქვათ, იაფი პროექტი, მას სჭირდება შენახვა, ოპერირება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენ დავიტოვებთ გარკვეულ უპირატესობებს თუ ჩვენ საქმეს, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს დროზე გავაკეთებთ. აი სწორედ ხა აი ამ ჩვენ გასაკეთებელ საქმეზე, რასაც ასევე ყოველთვის მეც ხას უსაუბრობ მე ამ ნაწილში, რომ რამდენად ჩვენ მზად ვართ, თუნდაც უკვე გაზრდილია, ხო, გარკვეულწილად ტვირთნაკადები შუადერეფანზე ნაწილობრივ რასაც ვხედავთ, აი ნახეთ ახლა მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელიც ერთ-ერთი ბოლო კვლევაა, იგავიდა დრო ამ კვლევიდანაც წელიწად ნახევარი დაახლოებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც დეტალური გათვლები აქვს ამასთან დაკავშირებით და ეს კვლევა საუბრობს, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა გაიზრდება 30%-ით, რაც გამოიწვევს, ნუ ეგ ძალიან დიდი კვლევა, დიდი გათვლებით და მოკლეში ნარსო თქვა, რაც გამოიწვევს გასამაგებას შუადერეფნის ქვეყნებზე ტვირთ ნაკადის, მათ შორის საუბარია ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოს, აი რამდენად ამისთვის ჩვენ მზად ვართ ერთი წუთით რომ ზანგეზური დავიწყოთ. ჩვენ არა ვართ რეალურად მზად ეს ერთი, მაგრამ ის რომ ევროკავშირი და ჩინეთი გაასამაგებს თავის სავაჭრო, ასე ვთქვათ, ბრუნვას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ
ეს გამოივლის მაინც და მაინც შუადერე არა ეს ძირითადად ასე ვთქვათ ამ ზდის ასე ვთქვათ ათვისება ტრანსპორტი მხედველობაში მოხდება ზღვით იმიტომ რომ ზღვა რჩება ყველაზე იაფ და ეფექტურ საშუალებად ტრანსპორტირების ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მაგრამ თუ ვიტყვით თუ ასევე მზარდი არის ჩვენი ვაჭრობა ჩინეთთან და აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის. რაც შეეხება ცენტრალური აზიისთვის, მათ უფრო ასე ვთქვათ, მათ ასე ვთქვათ, ლოგისტიკურად ისინი გაცილებით უფრო მოხერხებული ან უპრიანია, რომ მოხდეს სარკინიგზო გზით გადაზიდვა ჩინეთიდან უშუალოდ, იმიტომ რომ მათ საზღვრები აკავშირებს პრაქტიკულად. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ წამოვიდეს ეს თვითნაკადი და გამოიაროს რაღაც მცირე ნაწილი შეიძლება გამოივლის და გავადათ შეიძლება მივიდეს ევროპამდე, მაგრამ თავარი ჩვენთვის ის არ არის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ჩინური თვითით ასე ვთქვათ დავტვირთოთ ჩვენი ნავსადგური. ჩვენი თავარი ასე ვთქვათ წყარო თვითის არის ცენტრალური აზია და მისი საექსპორტო პოტენციალი და მათი ნედლეულის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე. რამდენად დიდია მან პოტენციალი? ეს არის დიდი პოტენციალი. აქედან გამომდინარე, უზარმაზარი ისინი ძალიან ბევრ ინვესტიციებს აკეთებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სასუქების ახალი ქარხნების შენდება სასუქის წარმოებაში, ნედლეულის წარმოება, ეს იქნება ქრომი, ალუმინის, სპილენძი და მრავალი. ჩვენ როცა მე ხშირად ვლაპარაკობ, რომ ჩვენ როდესაც ვადარებთ ექსპორტ-იმპორტის ბალანსს 100% იმპორტი სრული სავსე კონტეინერიდან ჩვენ მხოლოდ 80%-ს უშვებთ სავსეს 20%-ს უშვებთ სავსეს და 80% მიდის ცარიელი კონტეინერი. ანუ ჩვენ აი აქ უნდა აღმოფრათ ეს სერიოზული ასე ვთქვათ განსხვავება, იმიტომ რომ და ეს წყარო ტვირთის ზუსტად ცენტრალურ აზიაშია. ჩვენ გვჭირდება ეს ინფრასტრუქტურა რომ მოვიტანოთ ტვირთი ცენტრალური აზიიდან და ჩავტვირთოთ კონტეინერში და გავუშვათ უკვე ნებისმიერ მსოფლიოს მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა, როგორც ერთ-ერთი იმ კომპანიის, რომელსაც მე წარმოვადგენ, ეს არის MSC საქართველოს. ზუსტად ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია. და ჩვენ როგორც ახლა თქვა კომპანია MSC ახლა მალე ბაქოში გაიხსნება ZEC ჩვენი წარმომადგენლობა, ოფისი და პარალელურად ჩვენ მუშაობთ უკვე იმაზე, რომ ძალიან აქტიურები ვიყოთ. ისედაც მუშაობთ ჩვენ უკვე დიდი ხანია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში, მაგრამ უკვე უფრო მეტი და მეტი იყოს ჩვენი ასე ვთქვათ იქ წარმომადგენლობა. აი როგორც საინტერესო თემა ახსენეთ, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ეს შუადერეფანი მხოლოდ ჩინეთთან ტვირთებს უკავშირდება. ეს არის ისეთი ცნობილი პოპულარული ასე ვთქვათ თემა, მაგრამ თუ ავიღებთ ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების ასე ვთქვათ ყველაზე უმოკლეს გზას, ის გადის რუსეთსა და ბელორუსიას. ის უფრო კონკურენტულია ვიდრე ჩვენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევაში ძირითადი 80 ალბათ 99% ტვირთის მაინც მოხდება მისი ზღვით ტრანსპორტირება ჩინეთიდან ევროპაში. კი ბატონო, და ამიტომ ცენტრალურ აზიასთან მნიშვნელოვანია. მაგრამ ცენტრალური აზიისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი გამტარებელს ჩვენი ამოცანა უნდა გქონდეს და ჩვენი ამოცანა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ წამოვიღოთ ცენტრალური აზიიდან ტვირთები ჩვენი მიმართულებით. კი ბატონო. და ჩვენი დერეფნის საშუალებით. კი ბატონო, ეხლა მინდა გკითხოთ სწორედ თბილისის მშრალ პორტზე, რა ვითარება ახლა ამ დროისთვის, მათ შორის რომელი ფაზა ასე ვთქვათ მშენებლობის განაწილებს საუბრობ, რამდენია განხორციელებული ინვესტიციაც, ასევე თუ ვიყავით თუ არ მეშლება ივნისის დასაწყისში იყო გაიხსნა, დავიწყეთ აქტიურად ფუნქციონირებს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა დღევანდელ ხელმძღვანელობას რკინიგზის და მის შემადგენლობაში შემავალ GR ლოჯისტიკის ხელმძღვანელებს გვერდში გვიდგანან ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგულარული ბლოკ მატარებლების ფორმირება და ბათუმი ფოთიდან დრაიპორტის მიმართულებით და ვაპირებთ მოცულობების გაზდას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. და გადავედით უკვე მეორე ფაის მშენებლობაზე, უკვე ვიწყებთ მშენებლობას პირველი 10000 კვადრატულიანი მეტრის საწყობის მშენებლობას და მე მიყვებით უკვე
უკვე შემდეგ ჯამში ჩვენი ინვესტიცია ალბათ შეადგენს 60 მილიონამდე პლუს მინუს. შეიძლება ახლა არის ერთი ნაწილი განხორციელებული უკვე რომელიც კი, ძირითადი ნაწილი განხორციელებულია, შეიქმნა ძირითადი ინფრასტრუქტურა რაც სჭირდებოდა იმას, რომ ჩვენ შეგვეძლო უკვე კონტეინერების მიღება, ტვირთის მიღება და დამუშავება. დანარჩენი ახლა უფრო მეტი უკვე საჭიროებს უშუალოდ სასაწყობო მეურნეობებში ინვესტირებას. აი ბატონ ჯემალ, ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ კარგად აუხსნათ, ასე ვთქვათ, პორტი ბევრ შემთხვევაში წარმოგვიდგენია მხოლოდ საზღვაო პორტი, ასე რომ ვთქვათ. მშრალი პორტის კონცეფცია მშრალი პორტი არის ჩავთვალოთ თუ სარკინიგზო პორტია, პორტში თუ შედის ტვირთი გემის მეშვეობით და შემდეგ ხდება შემდგომი მისი ტრანსპორტირება რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით, ამ შემთხვევაში მშრალი პორტი ეს ჩვენ არ მოგვიგონებია, ეს არსებობს, ეს არის ტერმინოლოგია, რომელიც ყველგან გამოიყენება. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი შემოვა ან მანქანით, ან რკინიგზით და გავა იგივე ორივე გზით, ასე საშუალებით. ეს არის რა, ჩვენ ზღვა არ აქვს და ეგ არის ჩვენი განსხვავება თორა და ანჩენი პრაქტიკულად ფუნქციონალურად ერთნაირ საქმეს აკეთებს ერთიც და მეორეც რა. კი ბატონო, და ძირითადი წყაროც ამ შემთხვევაში, თქვენ შემთხვევაში, აი გათვლა თბილისის მშრალი პორტის არის ცენტრალური. აი, ჩვენ შემთხვევაში მშრალი პორტი პირველ რიგში არის გათვლა თბილისზე, იმიტომ რომ ძირითადი მომხმარებელი და მიმღები კონტეინერების დაახლოებით 70%-ის კონტეინერების რაც შემოდის იმპორტირებული საქართველოში მოდის თბილისზე. დანარჩენი 30% საქართველოს, ნუ აქედან უფრო მეტი ბათუმს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაახლოვებთ ბათუმს და ფოთს, ვაახლოვებთ თბილისთან, ანუ მიმღებთან. უშუალოდ ეს ერთია, მაგრამ როცა ექსპორტს ეხება საქმე, ჩვენ ექსპორტი ბევრი არ აქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე ჩვენ მშრალი პორტი ძალიან ახლოს არის იგივე განჯასთან, სადაც არის თქვა დიდი ალუმინის წარმოება და ჩვენ ბევრი აზერბაიჯანიდან არის ახლოს სასომხეთთან, ალავერთან მათ შორის, აიდანაც ხდება ბევრი კონცენტრატის სპილენძის ექსპორტი. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ უპირატესობას ვიყენებთ, იმიტომ რომ როდესაც შემოდის კონტეინერი და იცლება, ის სარიელი კონტეინერი მერე უკვე მიეწოდება ექსპორტიორს ან განჯაში, ან აზერბაიჯანში, ან სასომხეთში. რათა ჩვენ თავარი ამოცანა არა, რომ ჩვენ არ მოვახდინოთ სარიელი, რაც შეიძლება ნაკლებით სარიელი კონტეინერის ტრანსპორტირება მოვახდინოთ ჩვენი მშრალი პორტიდან ბათუმის და ფოთის მიმართულებით. ნუ ეს სარიელი კონტეინერი ნიშნავს დანაკარგებს. რა თქმა უნდა. და ბატონ ჯემალ, კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ესეც არის ემირატებიდან. კი, ჩვენ ვართ პარტნიორები და ჩვენ გავხდით ნაწილი აბუ-დაბი პორტ ჯგუფის ნაწილი ვართ. და შესაბამისად მათ გააჩნიათ კიდე ბევრი სხვა გეგმები საქართველოსთან მიმართებაში, რაც შეეხება საპორტო ინფრასტრუქტურას, სარკინიგზოს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ აქტიურად მუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთანაც, საქართველოს რკინიგზასთანაც ამ მიმართულებით. რეალურად ერთ-ერთი პირველი და მსხვილი პროექტი. პირველი წარმატებული მსხვილი, ახლა თუ არ ჩავთვლით ადრინდელი პროექტები იყო თქვა სასტუმრო ინფრასტრუქტურაში და ასე შემდეგ, მაგრამ ლოგისტიკის თვალსაზრისით კი ნამდვილად და ჩვენ შევძელით ძალიან მოკლე ვადებში, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, როგორც უყვარს ტრამპს დილ დაგვეხურა რა, ჩაგვეკეტა რა. კი, ძალიან, იმიტომ რომ მე მახსოვს სწორედ მაშინ გახსნის დღეს ერთ-ერთი მინისტრი ბრძანდებოდა ემირატებიდან და მახსოვს მისი ასე ვთქვათ სიტყვაც რამდენად ის აქტუალებული იყო ამ კი, ეს პროექტი მისი პატრონაჟის ქვეშ იყო, ასე ვთქვათ, ის არაერთხელ ჩამოვიდა ეს პროექტი, კი, მისი არაერთხელ ჩამოვიდა ამ პროექტთან დაკავშირებით. სხვა ჯერს საინტერესო სწორედ ეს არის, როდესაც ქვეყანაში ერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება, ბუნებრივია ეს მაგალითს ქმნის, ხო, მაგრამ გაცილებით ადვილია მე ელაპარაკო 6 მილიარდიან ინვესტიციაზე. გაცილებით ცუდი იქნებოდა, რომ თქვა ჩვენ რაღაც ცუდად დაგვემთავრებინა ვერ შევთანხმებული და წარმატების გარეშე დასრულებულიყო, რა თქმა უნდა, ნუ სხვა განწყობა იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მიუხედავად ამ პროექტის სიმცირისა მათი ასე ვთქვათ მასშტაბებიდან გამომდინარე, მათ ეს პროექტი მიაჩნიათ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ასე ვთქვათ წარმატებული პროექტი რეგიონში. თქვენ როგორც ახსენით მათი რეგიონული ინტერესი ეს პროექტი რა თქმა უნდა არის თქვენი პროექტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ისევე როგორც ბუნებრივია ხა
მათ შორის იყო საუბარი, რომ როდესაც 6 მილიარდი შეიძლება შემოვიდეს, თქვა სამშენებლო სექტორში, ეს იქნება თუ არა ადგილზე ქართული კომპანიების კონკურენტი, პირიქით იქნება შემავსებელი. შემავსებელი, იმიტომ რომ მათ თავისი მომხმარებელი ყავს რა. ეს ძირითადად ჩვენი დეველოპერები ცოტა უფრო სხვა ბაზრებზე იყო ორიენტირებული. მათ ყავთ თავისი ერთგული, ასე ვთქვათ, მომხმარებელი, რომელიც მათ უფრო კარგად იციან ამ შემთხვევაში მათი მომხმარებლის, ასე ვთქვათ, ინტერესები და გემოვნება, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ ერთი მეორეს ხელს არ შეუშლებს. თავარია რომ ჩვენ სახელმწიფომ შევინარჩუნოთ ქვეყნის მიმზიდველობა, როგორც ასეთი ქვეყანა, სადაც შეიძლება ფლობდეს საკუთრებას, ის საკუთრება, ასე ვთქვათ, მისი ოპერირება ხდებოდეს კარგად და შენ კონდეს ბევრი საშუალება აქ ჩამოსვლის და ასე ვთქვათ დროს გატარების. ეს ყველა მყიდველი, რა თქმა უნდა, არის მუდმივი მხარჯველი საქართველოში, ვინ ჩამოვა რა. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მიმზიდველობა ყველასთვის. ეს იქნება დროებითი ბინადრობის მიცემის, ასე ვთქვათ, მიმზიდველობის საშუალება თუ როგორც ამას ყველა ქვეყანა აკეთებს. ყველა საბერძნეთი აკეთებს დღეს ევროკავშირის ქვეყანა, ესპანეთი აკეთებდა, მე არ ვიცი, პორტუგალიამ თავის დროზე გააკეთა და ასე ეს ნორმალური ამბავია, იმიტომ რომ და ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, თუ დღეს ლოკომოტივი ეკონომიკის განვითარების მაინც არის დეველოპერული ბიზნესი. და ყველა ეს დიდი ინვესტიციები ხორციელდება ძირითადად ჩვენი ქართველი ბიზნესმენების მიერ და მათ შორის გარკვეული უცხოელების და ეხლა ამას დაემატება და ეს ქმნის ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ეს არის ლოკომოტივი. და ამას მერე მოყვება დანარჩენი ყველაფერი რა. სხვა შორის ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მათ შორის პირადად ეს სხვა განხილვებში, როცა სხვა თემაზე ვსაუბრობთ ხოლმე და თქვენ ხშირად აღნიშნავთ ეს მაღალ მსყიდველობით უნარიანი ტურისტების მოზიდვას, ახალი ბაზრებიდან მოზიდვას. ალბათ ეს ნაწილიც ხელს შეუწყობს. იგივე აი ინდოეთი არაერთხელ ვახსენეთ და მათ შორის ხა ეკონომიკაც აქტიურად მუშაობს პირდაპირ ფრენებთან. კი, ახლა ფრენის როგორც ვიცი, კიდე ერთი ქალაქი დაემატება და ну ახლა ადრეც გვითქმია ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ჩვენ ვამბობთ მაშინ იწყებოდა ინდური ტურიზმი და შემოდიოდა და ხო და მათი მილიარდ 400 მილიონი მოსახლეობიდან თუ ჩვენ 10%-იც ავიღოთ უკვე და იმ 10%-ის 10% აიღო და კიდე იმ 10%-ის 10% ის სავსებით საკმარისია რომ ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენზე უკვე გავლენა მოახდინოს რა. თავარი რომ ახალი ბაზრების ათვისებს არ უნდა შეგვეშინდეს როგორც პირიქით რა თამამები უნდა ვიყოთ არა რა თქმა უნდა ხო ხდება ხოლმე ჩაკეტვა რომ აი რაღაც მაინც აი ტრადიციული ბაზრებისკენ ვიხედებით ხოლმე ეს პოსტაპსტა ქვეყნებზე რომელიც ხშირად არ გამოირჩევიან ხა მაღალი მსყიდველობით უნარით უნდა მე ჩავდივარ სინგაპურში მე ჩავდივარ ბანგკოკში თუ ჩავდივარ ჰონკონგში ან სადაც არ ვიმყოფებ ტაიპეიში სულ ინდოელები ხდება ახალგაზრდები ყველა კარგად ასე ვთქვათ იმაში კარგ სასტუმროებში, ძვირადღირებულ სასტუმროებში, კარგ რესტორანებში და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ შევუქნათ უნდა პირობები და რა თქმა უნდა დაინტერესებაც მათი მხრიდან წამოვა დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. ასევე ზოგადად როგორ აფასებთ ამ პროექტსაც? ალკოჰოლ ტიპის სამუშაოების მიმდინარეობას ჩვენ ვხედავთ. ჯერ კიდევ ველით ასე ვთქვათ თავარ ოპერატორს ამ თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია ასევე ეს პროექტი იგივე შუადერებს ნიშნავს. ჩვენ თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კონკურენტული უნარიანობა, იმიტომ რომ აქ გარკვეულწილად გარდა იმისა, რომ ეს ანგეზური გაკეთება მოუშვია ასე შემდეგ, როგორც კი სასომხეთი და აზერბაიჯანი ასე ვთქვათ გახსნის საზღვრებს ავტომატურად თურქეთთან იხსნება და სასომხეთი დღემდე თავიდან ბოლოს ჩვენზე დამოკიდებული ქვეყანა, ჩვენი ნავსადგურებით სარგებლობს და ასე შემდეგ და სატრანსპორტო ასე ვთქვათ მარშრუტ გზებით და კომუნიკაციებით. აქედან გამომდინარე, მათ საშუალება პირდაპირ გაეხსნებათ, რო ვთქვათ რიზეს ნავსადგურის ან ტრაბზონის, იმიტომ რომ ტრაბზონიდან რიზედან გაცილებით ახლოს არის ერევნამდე, ვიდრე ვთქვათ ფოთიდან ან ბათუმიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მეგა ნავსადგური რომელიც უკვე კონკურენციას გაუწევს პატარა შედარებით პატარა რიზეს, ტრაბზონს და ასე შემდეგ. ჩვენთვის ეს აუცილებელია. და გარდა მაგისა, ის რუსეთიდან შემოიტანს გარკვეულ იმპორტს უკვე ქართული ნავსადგურების გვერდის ავლით და პირდაპირ შემოვა რკინიგზით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზეც უნდა ვიფიქროთ და ძალიან უნდა ვიჩქაროთ, როცა ეხება ეს ანაკლიას თუ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. ბატონო ჯემალ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ანალიზისთვის. კიდევ ერთხელ ფაქტიურად ეს არის
პირველი ანალიზი ამ თემაზე კერძო სექტორის მხრიდან, როდესაც საუბარი იყო ემირატების პრეზიდენტის ვიზიტზე საქართველოში და კიდევ ერთხელ კონკრეტული ახსნა იმასთან დაკავშირებით, რომ რა ინტერესი შეიძლება ქონდეს სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ისინი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კარგად, რომ ჩვენი ასე ვთქვათ აუცილებელი და თავარი ასე ვთქვათ პროექტების განხორციელებაში, ჩვენ აუცილებელი თავი პროექტების განხორციელებაში გამოვიყენოთ და ვიყოლიოთ როგორც ინვესტორები და პარტნიორები. ზუსტად, აბსოლუტურად რასაც თქვენ ამბობთ, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიყოთ ახლა მზად, ამ შესაძლებლობები არის, თავარია რომ ჩვენ ვიყოთ მზად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ჯემალ, დღეს დაგემშვიდობებით, ბიზნეს ინსაიდერი დღეს დაგემშვიდობებათ, ჩვენ დავუბრუნდებით ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ, მადლობა რომ გიყურებდით და გვისმენთ.